ვარ ემიგრანტი, უკვე 14 წელია. სამწუხაროდ მოძღვარი არასდროს მყოლია და შესაბამისად აღსარებას არ ჩამიბარებია, რაც ქრისტიანი ადამიანისთვის აუცილებელია. ამჟამად ვიმყოფები ისრაელში. ხშირად დავდივარ წმინდა გიორგის ეკლესიაში, 3 კვირის წინ საქართველოდან მამა სერაფიმე იყო სტუმრად. წმინდა გიორგის საფლავთან ქართველ ემიგრანტებისგან აღსარებას იბარებდა. ძალიან ბევრი ვებრძოლე ჩემს თავს, რომ მივსულიყავი მამაოსთან. უთხარი არასოდეს აღსარება არ ჩამიბარებია თქო. მამაო მითხრა მარხვა დამეცვა დილას აღამოს, ლოცვები მეკითხა. იმ დღიდან მარხულობ, ლოცვებსაც კითხულობ, მაგრამ ზოგი მეუბნება რა აზრი აქვს მაგ მარხვას თუ აღსარებას არ ამბობ და ვერ ეზიარებიო. მაინტერესებს ამ შემთხვევაში აღსარების გარეშე ზიარება შემიძლია თუ არა. ამ ეკლესიის მამაო, ვინც წირვალ ლოცვას ლიტურგიას ატარებს, ბერძენი მამაოა. შესაბამისად აღსარებასაც ვერავის ვაბარებ. დიდი მადლობა უფალმა გაგაძლიეროთ. ჩემო კარგო, პირველ რიგში მაინტერესებს იმ დღეს, როდესაც მამა სერაფიმე იყო ჩამოსული წმინდა გიორგის საფლავზე, ჩაიბარა თქვენგან აღსარება თუ არ ჩაიბარა. ჯერ ეს არის საინტერესო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩაიბარა აღსარება და თქვენ ცდილობთ რომ იცხოვროთ სწორად, იცხოვროთ სიწმინდით, მაშინ რაღაცა გარკვეული შუალედით შეგიძლიათ რომ თუ რაღაცა პერიოდულობით ალბათ მოგეცემათ საშუალება რომ სადმე ვინმეს ან თუნდაც რუს მართლმადიდებელი სასულიერო პირს ან ქართველები ჩამოდიან ხოლმე პერიოდულად წელიწადში რამოდენიმეჯერ მაინც ჩააბაროთ აღსარება, 2-ჯერ, 3-ჯერ მაინც და შემდეგ უკვე სინანულით მიიღოთ ხოლმე ზიარება საკუთარი უღირსების შეგრძნებით. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ აზრი არ აქვს მარხვას და ლოცვას თუ აღსარებას არ ამბობ და არ ეზიარები, ასე არ არის. იმიტომ რომ მარხვას და ლოცვას თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს, რომ ის თქვენ სულს აწრთობს და აძლიერებს იმაში, რომ ცოდვას დაუპირისპირდეთ და ებრძოლოთ. ასე რომ ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, ძალიან სასურველია, რომ ამ ყველაფერს მოყვეს სინანული აღსარებაში გამოხატული და აღიარება იმ ცოდვებისა, რომელიც გაწუხებთ და შემდეგ უკვე როგორც გვირგვინი და საჩუქარი წმინდა ზიარება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასურველია და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეცადეთ, რომ რაღაცა პერიოდულობით მაინც როგორმე რამენაირად აი ყურადღებით იყავით ხოლმე, სადაც ქართული სასულიერო პირი იქნება, რომ უთხრათ აღსარება და ეზიაროთ. სხვა რა გითხრათ, ჩემო კარგო, რა ვიცი, ცოტა ძნელი ამბავი. მე მესმის თქვენი და დანაგიგრძნოთ ძალიან, მაგრამ რა გითხრათ, აბა. ზოგადად რაც შეეხება აღსარების გარეშე ზიარებას, ამაზე მე ვერჯერ მისაუბრია და როდესაც რეალური ცოცხალი ურთიერთობა აქვს ადამიანს სულიერ მოძღვართან, ყავს მას სულიერი მოძღვარი, იცნობს ის მოძღვარი მის სულიერ მდგომარეობას და ვერ ხედავს რაიმე დამაბრკოლებელ მიზეზს ზიარებისთვის, ესეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად უნდა ეზიარებოდეს და სულ არ არის აუცილებელი ყოველი ზიარების წინ აღსარების თქმა. საერთოდ არ არის აუცილებელი. სინანულის საიდუმლო და ზიარების საიდუმლო აბსოლუტურად განსხვავებული საიდუმლოებებია. სინანული მუდამ უნდა იყოს ადამიანის გულში, როგორც ზავის წინასწარმეტყველე ბრძანებს, ცოდვაი ჩემ წინაშე ჩემს არის მარადისო და მონანული შემოსული დამდაბლებული გულით უნდა ეზიარებოდეს ადამიანი. ქრისტეს უხსნელ სისხლსა და ხორცს. და პერიოდულად, როდესაც მას ცოდვები დაამძიმებს, რა თქმა უნდა განიწმინდოს ამ ცოდვებისაგან, უნდა კონდეს მოძღვართან ინტენსიური კონტაქტი, უნდა იცნობდეს სულიერი მოძღვარების სულიერ მდგომარეობას, თვალს უნდა ადევნებდეს მას, ანუ ეს როგორ ხდება, როდესაც თავად სულიერი შვილი არის გახსნილი მასთან და გულწრფელი, ხომ სხვანაირად შეუძლებელია. უნდა ესე დროს, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ძალიან სულ არ არის აუცილებელი, რომ თქვა ყოველი ზიარების წინ აღსარება თქოს ადამიანს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც მაინც რაღაცნაირი ესეთ მოთხოვნილება აქვთ ხოლმე, რომ აუცილებლად თქვა აღსარება. ეხლა ჩემ შემთხვევაშიც
ბევრია ძალიან ესეთი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვირის განმავლობაში ტაძარში ვარ და სულ აღსარებებს ვიღებ და ვესაუბრები ადამიანებს, ყოველ შაბათ ძალიან გრძელი რიგი დგას ხოლმე მაინც აღსარებაზე და მე რასაც უყურებ და ვაკვირდები, თითქმის უერთი და იგივე ადამიანები არიან, დიდი ნაწილი, რომლებიც უბრალოდ რაღაც ესე მიეჩვიენ რა და მე რა თქმა უნდა მათ არაფერს არ უგზავნო. რაღაცა გზნობიარეები არიან ძალიან მცოდნებთან მიმართებაში და აწუხებთ ძალიან რაღაც თავიანთი ჩადენილი ცოდები, რომ ზოგი რაღაცა ფურცელზე დაწერილს მომაწვდის, ზოგი ზეპირად მეუბნება, რომ ანუ აი ვერ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, სინდისი არ უშვებთ, რომ აი არ მითხრან ის, რაც კვირიდან კვირამდე რაღაცა თუნდაც ცოტ-ცოტა რაღაცები დაუგროვდათ და ისე უნდათ, რომ ეზიაროთ. ნებაყოფლობითი ეს აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, კი ბატონო. ესე შეიძლება.